მოიტყვი რა. რა იყო, სალომე ხო არ არის ცუდად? ნათიას შვებულება დაემთხვედო და წავიყვანო საირმეში. რას ლაპარაკ? ხო რა ვქნა, ნინა, რა ვქნა? სადაც ვერ ვაქცევ ყურადღებას, თან ეს პულიც უნდა მივცემ თლიანად, ვერ ვეტყვი უარს, რო წელიწადში და რაღაცას თხოვს, ხო? ანუ საგურამოში არ მივდივართ? წავიდეთ და გამგლიჯეთ ბარიღამ შუაზე. ჯერ ესერთი ნუ ბღავი ხარ რა და მე მეორე. დედაჩემა იქ შეიპირა უკვე მეზობელი მუშები. და ხა რა ვუთხრა, ვერ მოვდივართ და ფულსაც ვერ გიგზავნით, ხო რატო პირდები საერთოდ გამაგებია? კარგი, ნინა, მე სნერვიულობ, მაგაზე ნუ დამიმატებ ძალიან გთხოვ. რატო ნერვიულობ ადამიანო? არ შეგიძლია უთხრა, არ მცალია, ძალიან მარტივია. სულ არ მცალია, ხო ვეუბნები, ხო ვეუბნები რომ არ მცალია რა. და სალომეც წამოვიყვანეთ საგურამოში. შედით ოთახში ყველა ეხა. რა ვქნა ნინა, რა ვქნა, ვერ ვეტყვი უარს, კაცო, იმ ბავშვის მამაც ვარ, ხო? და რა ვუტყო, რომ ჩემს იდეს ტუალეტი უნდა გავუკეთო და ზაფხულში არ დაისვენოთ, ხო? რატო აბარებ ანგარიშებს საერთოდ ამიხსენი რა? ამდენ ადამიანს დავურეკე და იმზადებია საგურამოს ჩამოსასვლელად, მაგრამ იცი რას გეტყვი? შენერი მოღალატე ქმარი რომ მყავს, საერთოდ ამდენ დავგეგმო ცხოვრებაში არაფერი. კარგი, გოგო, რა მოგივიდა, კარგი რა. რამდენი უნდა მიცე? 2000. რა დაგრჩება საერთოდ გამაგებია? არაფერი, გადავდოთ ეს საგურამოობა, აბიტუხდა მინდა twin. შენ არ ჭიდები მე არაფერს საგურამოში რა, მე ვისესხებ ფულს და მე თვითონ გავუკეთებ დედაჩემს ყველაფერს. შენ რო უნამუსოდ პირდები ამდენი ხანი. ბაძღე ხო ნინა, ბაძღე, რა გინდა, კაცო, ვერ გავიგე, რა გინდა? ნინა, არ წავიყვანო ის ბავშვი დასასვენებლად ჩემი შვილი? აიყვანე იქ და ზღვაზეც გამოიარე ჩენ და ნაცია. კაი, წავედი და ხვალ ჩამოვალ რა. ღამეც იქ უნდა დარჩი, შენ უნამუსო მართლა? საერთოდ არ დაბრუნდი ამ სახლში. ორ კვირაში ერთხელ ნახე ეს ბავშვები. კაი, ნინა, რა მოგივიდა, გოგო რა. წადი ხა აქედან, ძალიან მაღიზიანებ რა, გაედრიგი ხა აქედან. და ხასიათზე ხარა? სეგიზარებოდა ჩვენი წაყვანა? ეგ რა შუაშია, გოგო. აბარაბა. არაფერი. მე მგზავრი კი არ ვარ, გიცნობ გადასარავად, რა მოხდა? რაღაც გეგმები გქონდა და აგვერია და მინდა გამიბრაზდა ძალიან. აგერიათ ხო გეგმები? არ გინდა ეს ირონია, ნათია ძალიან გთხოვ რა. მე ყოველდღე ხო არ გირევ არა ამ გეგმებს. წელიწადში 1-2 კვირა რაღაცნაირად მომითმინოს შენ მაცომა. შენი შვილია ესეც სხვათა შორის. აი მე როგორ დავიღალე. ჩემგან დაიყალე? არა, საკუთარ